ერთ სულელურ ანეკდოტს მოგიყვებით ახლა მოკლეში ნარს ვსვათ რომ ბევრი დრო არ დაკარგო და რაღაცა მხატვრულ გაფორმებებს არ დავიწყებ. მოკლედ პატიმრები ჩალიჩობენ ციხიდან გაქცევას. და იქ გეგმას ხაზავენ ახლა იქ როგორ გაძვნენ საკნიდან, მერე იქ რაღაცა ბარიერები როგორ გადალახონ, მერე ბოლოს ღობე როგორ გადალახონ ზოგადად ამ ციხის და გაძვრებიან ერთი სიტყვით. საკნიდანაც გაძვრებიან იქ რაღაცა მცველებსაც გაეპარებიან და დახვდებათ ღობე გადანგრეული. ღობე არ დახვდება ციხეზე. და აუ ჩაგვივარდა გეგმაო ღობე აღარაა გადასანგრები და დაბრუნდებიან უკან. აი ხო სისულელი ანეკდოტია ამაზე როგორ უნდა გაგეცინოს, მაგრამ იმდენად სისულელია რომ ეგა სასაცილო სისულელის გამოა სასაცილო და ამ სისულელეს ატრიალებენ ახლა ეს დღევანდელი ვაი ოპოზიცია თუ ვინც არიან რა რომ პრეზიდენტის სასახლის ღობეო გადაჭრილი იყო და ამიტომ ჩაგვივარდა გეგმაო აი რა დონის სისულელია წარმოგიდგენიათ ახლა მე ბალგარგას და სვარკას მაინც ვერ მასწავლის ვერავინ ერთადერთი რკინის ღობრის გადაჭრა ხდება ან სვარკით ან ბალგარგით რანაირად უნდა გადაეჭრათ პრეზიდენტის ღობე დღისით მზისით ან თუნდაც ღამით მithumetes ხო გადაანათებდა იქაურობას ბალგარგის ნაბერძკლები ან სვარკის ნაბერძკლები აი პრაქტიკულად თეორიის დონეზე ხო აპოვენ ახლა მაგას რომ პრეზიდენტის ისავ გადაჭრილი იყო სპეციალურად პრაქტიკაში ეგ როგორ უნდა გაეკეთათ ის რომ არავის არ დაენახათ რა არავის არ თან წინასწარ ყველა მიცოდა რომ 4 ოქტომბერს რაღაცები ხდებოდა და ვიღაცა იქ ახლა მიდის მუშა ბალგარგით ან სვარკით ჭრის ღობეს და ეს არ ნახა არავინ მაგათ მომაუხრებდა არ გადაიხო ან ფაქტი არაა ესე იგი მაგის რომ როგორ გადაჭრეს ეგ ღობე ეგ არ უნახიათ არავის აი რანაირად ხო აი თავისნაირი ერთუჯრედიანებს აჯერებენ ამ სიცულელეს ახლა ბარემ მაგ აქციას შევეხები და იქ რო დაწვეს საცუდავი გოგოს კაფე გული დამეწვა რომ ჩაწერა ვიდეო იმ გოგო კაფე რო გადაუწვეს თუ დააკვირდებით ახლა მარტო საქართველოში არა სხვა ქვეყნებშიც აქციის დროს წვავენ მანქანებს ამტვრევენ მაღაზიებს საერთოდ უდანაშაულო ადამიანები საერთოდ არაფერი შუა შეუბრალოდ იმ აქციის და საპროტესტო მიტინგის ადგილებში ტერიტორიაზე თუ არამე ისეთი რომ დააზიანო მაგას წვავენ წარმოგიდგენთ ახლა ის კაფე ვინც დაწვა ეს არის უბრალოდ გაბოროტებული ადამიანის იმ მომენტში არავინ არ უშლის ხელს და ამ სიბოროტით რეალიზებას ახდენს თავისი კომპლექსების აი ოდითგანვე რომ უნდა და ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინა მაგრამ ვერ ახერხებ და იმ მომენტში მოახერხა და წარმოგიდგენთ აი ასეთ ხალხს და ასეთი ხალხის ხარჯზე უნდათ მოსვლა ხელისუფლებაში რომლებიც უდანაშაულო ადამიანებს აყენებენ ზიანს ანუ ეს ხალხი იყო იქ აი კაფე რა შუაში იყო კაფეს მე თან სალიარკას თუ ნავც ხო ასხამდა ვიღაცა იქ კადრებში ხო არის რომ ცეცხლი ეკიდა მაგრამ კიდე უკეთესად წავდა ახლა ის პრეზიდენტის რო არ იყო და ამ თავრობის რო არ იყო ის კაფე ხო ყველა მიცოდა მაგრამ უბრალოდ უდანაშაულო ადამიანის ქონებას აზიანებდნენ იმიტომ რომ ასე უნდათ ანუ ეს კომპლექსი ქონდათ ოდითგანვე და იქ რეალიზება მოახდინეს და აი ამ ხალხი და ამ ხალხს უნდათ და მოსვლა ხელისუფლებაში წარმოგიდგენიათ რა გველოდება აი ამათმა რომ მისი გაიტანოს ხო აი დაფიქრდით რა